გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. საქართველოს ეკონომიკა ზრდის ტრენდს აჩვენებს აკსტატის წინასწარი შეფასებით 2025 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.9% შეადგინა პირველი 5 თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი კი 8.8%-ს აღწევს. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დამამუშავებელმა მრეწველობამ, ვაჭრობამ, ტრანსპორტმა და მშენებლობამ. კლების ტენდენცია ენერგეტიკის სექტორში. მაისში წინასწარი მონაცემებით საქონლის ექსპორტი გაიზარდა 15.7%-ით, ხოლო იმპორტის მიმართულებით პირიქით შემცირება გამოვლინდა დაახლოებით 5%-ით. მაისში ასევე ქვეყანაში დარეგისტრირდა 6400-მდე ახალი საწარმო, რაც დაახლოებით 2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს. ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოებების რეგისტრაციის მაჩვენებლის ზრდაზე. სხვა შემთხვევაში ინდმეწარმეების რეგისტრაციის მაჩვენებელი წინა პერიოდებისგან განსხვავებით პირიქით კლებით გამოირჩეოდა დაახლოებით 6%-იანი შემცირება ამ მიმართულებით.